გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, MMA-ის სამყაროს ნამდვილი ფანებო. დღეს იმდენად ცხელი თემა გვაქვს. გონია მთელი თბილისი და ბათუმიც კი მოისმენს ამ საუბარს. დიდი ხანია აღარ გქონია ვიდეო ჩვენს ბიჭზე, ილია ტოპურიაზე. კი, სწორად გაიგეთ, ილია ტოპურია ის ბიჭი, ვინც featherweight-ში მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ძალა, ტექნიკა და თავხედობა შეიძლება ერთ ადამიანში ერთად იყოს. ახლა კი საუბარი უკვე სხვა დონეზეა. ილია ტოპურია და მსუბუქი წონის თახტი. ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი, ხმები, სპეკულაციები ტრიალებს, ვის დაუპირისპირდება ილია, რა ხდება მისი პირველი ქამრის დაცვის გარშემო, ვინ იქნება მოწინააღმდეგე, როდის, სად და რამდენი pay-per-views ფული დაიხარჯება. ზოგი ამბობს, რომ ბრძოლა იანვარშია, ზოგი მარტში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ილიას დრო მოვიდა და ახლა ყველა ელოდება, ვინ იქნება ის, ვინც გაბედოს მასთან ოქტაგონში შესვლას. მაგრამ სანამ ჩაუღმავდებით, ჰეი, დააჭირე მაგ ლაიქს, გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარიზღილაკი და გაუზიარე ვიდეო შენი მეგობრებსაც, განსაკუთრებით იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ტოპურია ზედმეტად ხმაურიანია. ახლა კი, დავიწყოთ იმით, ვისაც ყველაზე ხშირად უკავშირებენ ტოპურიას შემდეგ ბრძოლას. არსებითად, სამი სახელია, რომლებიც ყველაზე ხშირად ჟღერს: ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუქიანი და პედი პიმბლეტი. ჯერ გავიხსენოთ ჯასტინი. Oh, now, ეს ადამიანი ნამდვილ ომებს დგამს. მის ბრძოლებზე რომ ეძინა ვინმეს, შეუძლებელია. გეიჯი ყოველთვის გვაძლევს სანახაობას. ადამიანი, ვინც არ ეშინია სისხლის, ტკივილის, არც ოდნავ უკან დახევის. მე პირადად დიდი პატივს ვცემ მაგ ტიპს. სანამ პანდემია დაიწყებოდა, სწორედ მის ბრძოლებზე ბევრმა ჩვენგანმა შეიყვარა UFC. ეს იყო ნამდვილი შოუ, არანაირი ყალბი დრამა. მაგრამ თუ გულწრფელად ვთქვათ, ბოლო წლებში ჯასტინის საქმე ისე კარგად აღარ მიდის. დიახ, 4-3 ბრძოლა მოიგო, მაგრამ მაქს ჰოლოვეისთან სასტიკად განადგურდა. გახსოვთ UFC 300-ზე? ბოლო 2 წამში მიიღო ისეთი ნოკაუტი, რომ თავად ჰოლოვეიმაც გაკვირვებულად შეხედა. შემდეგ კი მართალია დაამარცხა ფიზიევი, მაგრამ მის ბრძოლა ცოტა საფუძვლიანად მოიგო. ფიზიევი ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩავარდა ორთა ბრძოლაში და მესამე რაუნდში აშკარად აღარ ჰქონდა ენერგია. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გეიჯი შესაძლოა ტოპურია შეერკვეს მსუბუქ წონაში, უნდა ვაღიაროთ, ეს ცოტა გაჭიმული ვარიანტია. დიახ, მისი სახელი დიდია, მაგრამ ფორმა უკვე აღარ ისეთი. და გულწრფელად რომ ვთქვათ, მსუბუქებში ახლა ისეთი კონკურენცია, რომ ერთი ოდნავი შეცდომაც კი გადაგაგდებს თამაშიდან. ვნახეთ რა ხდება მაგალითად ველტერებში. შონ ბრედი, კამარუ უსმანი, ბელალ მოჰამედი, ლიონ ედვარდსი. ყველგან ბრძოლაა. იქ სადაც ერთი გადახედვაა, უკვე ახალს გიწვევენ. მსუბუქებში კი ახლა ცოტა ჩაცხილია სიტუაცია. ახლა გადავიდეთ კაცზე, რომელიც ბევრის აზრით იმსახურებს შანსს. არმან ცარუქიანზე. აი ეს ბიჭი ნამდვილი ტექნიკოსია. ბრძოლის IQ აქვს ისეთი, რომ ბევრს MMA სახელმძღვანელოდ უნდა ჰქონდეს. მაგრამ მეგობრებო, არმანსაც ხავიჩი თავი ჩავდალები ახქონდა. გახსოვთ როგორ ვერ მოახერხა წონის ჩაბარება მას ხაევთან ბრძოლის პედა. მერე ზურგის პრობლემები, შემდეგ კი თავად UFC-მა ცოტა დასჯა იმ საქმეზე, რადგან ჩააშლა მთავარი მოვლენა წლის დასაწყისში. ამის შემდეგ არმანს შესთავაზეს რამდენიმე ბრძოლა, მათ შორის გამროტიც, მაგრამ თავიდან უარი თქვა. ბოლოს დაუთანხმდა დენ ჰუკერთან ბრძოლაზე, რომელიც მალე უნდა გაიმართოს კატარში. ახლა, აი აქ არის გადაწყვეტი მომენტი. თუ ცარუქიანი ამ ბრძოლას შთამბეჭდავად მოიგებს, მაშინ კი, მეგობრებო, გზა პირდაპირ ტოპურიამდე გაიხსნება. მაგრამ თუ ბრძოლა გაიწელა და არმანი უბრალოდ ქულებით მოიგებს, UFC შეიძლება სხვა გზას აირჩევს. უნდა ვაღიაროთ, არმანი კარგ ფორმაშია. 2022 წლიდან არ წაუგია, აქვს სტაბილური სერია, მაგრამ მთავარი კითხვა ისევ ესაა, შეძლებს კი ტოპურიას ენერგიასა და ზეწოლას დაძლევას. როცა ტოპურია ოლივეირას 2 წუთში და რაღაცა პროში სასტიკად დაალაგა, ცარუქიანმა იგივე მეტოხესთან უამავრი ბრძოლა გადაიტანა და ძლივს გაიმარჯვა. დიახ, მებრძოლები სხვადასხვა სტილში არიან, მაგრამ შედარება თვალსაცემია. ამიტომაც ბევრი ამბობს, რომ UFC შეიძლება მაინც პედის გზა აირჩევს. და ახლა მივდივართ ყველაზე ხმაურიან სახელზე, პედი პიმბლეტზე. აი, ეს კაცი, რასაც ხვია ხალხის ფავორიტია. ინგლისური ბაზარი მასზე გაგიჟებულია. ბიჭს ქარიზმა აქვს, ბაზარი არ აქვს. კი, ბევრს ებონა, რომ პედი უბრალოდ ჰაიპია, მაგრამ ბოლო ბრძოლებმა სხვანაირი სურათი აჩვენა. დიახ, ჩვენ ყველა ვნახეთ ის საეჭვო გამარჯვება ჯარედ გორდონთან. ბევრი ფიქრობდა, რომ პედი რეალურად წაუგო, მაგრამ მას შემდეგ თითქოს თვალები გაეხსნა. ტონი ფერგუსენთან მოიგო. იმ თუ ბოლომდე ვერ დაასრულა, მაგრამ მერე ბობი გრინთან ისეთ სტილში გაიმარჯვა, რომ ბევრს პირი დარჩაღა. და ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან იყო ნამდვილი აფეთქება. პედიმ ყველაფერი აჩვენა, ძლავრი დარტყმები, დაცვა, ბრძოლის კონტროლი, ყველაფერი. ახლა როცა ჩენდლერს დაამარცხა, მისი რეიტინგი ავარდა. ამ მომენტში პედი მეხუთე ადგილზეა მსუბუქებში და აი აქ ჩინდება კითხვა. არის კი ის მზად ილია ტოპურიასთან ომისთვის? ახლა კი მოდი გულწრფელად ვილაპარაკოთ. რატომ ყველას ისე აინტერესებს ტოპურია პიმბლეტის დაპირისპირება? მიზეზი მარტივია. ეს ბრძოლა არა მხოლოდ სპორტული, არამედ შოუ ბიზნესის კლასიკაა. აქ ერთმანეთში ირევა ემოციები, პერსონაჟები, ისტორიები, ფული და ეროვნული სიამაყე.
პედი პიმბლეტი, ინგლისელი ხმაურიანი ღია ბრიტული ქუჩის ბიჭის იმიჯით და მეორე მხარეს ილია ტოპურია, სუფთა სისხლის მებრძოლი, ქართული ხასიათით, რომელიც არავის არაფერს არ აპატიებს. ეს ორი ტიპი უკვე წლების წინ დაუპირისპირდნენ სიტყვიარად სოციალურ ქსელებში. გამორიცხულია, რომ UFC მეზდაპირისპირება დაივიწყოს. პირიქით, სწორედ ამაზე ააგებენ ახალ შოუს. გახსოვთ, როცა ტოპურიამ ლონდონში პედისთან ფიზიკური კონფლიქტი ჰქონდა სასტუმროში? მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგული პიარი იყო. მაგრამ ვინც ტოპურიას იცნობს, იცის, ეს ბიჭი ნამდვილია. მასში არც სცენარი არსებობს, არც როლი. როცა ის ამბობს, რომ ვინმეს დაამტვრევს, მას სიტყვების უკან მოქმედება მოყვება. ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა UFC-ს ხელმძღვანელობა დააყენებს პედის და ტოპურიას ერთ პრესკონფერენციაზე. ერთი მხარე ინგლისელი შოუმენი, მეორე მხარე ქართველი მებრძოლი, რომელიც სიტყვებით კი არა, ქმედებებით პასუხობს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პრესკონფერენცია ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, სპორტული თვალსაზრისით, პედი ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, რომ ჩემპიონს შეებრძოლოს. დიახ, ბოლო ბრძოლებში გამოკვეთილი პროგრესი აჩვენა, მაგრამ ტოპურია სხვა სამყაროა. ილიას ბრძოლაში არ არსებობს შემთხვევითი მოძრაობა. ყოველი დარტყმა გათვლილია, ყოველი დაცვა ტაქტიკურად გამართულებულია. ის მუშაობს როგორც მკვლელი მანქანა, რომელიც მოწინააღმდეგეს ჯერ გონებით ანადგურებს და შემდეგ სხეულით. მაგრამ მეგობრებო, UFC-სთვის მხოლოდ სპორტული ფაქტორები არასდროს ყოფილა საკმარისი. ეს ორგანიზაცია ფულზეა აგებული და პედი პიმბლეტი არის ოქროს ბილეთი. ინგლისი მასზე ყვირის, ევროპა უყურებს, ამერიკა კი აინტერესებს, შეძლებს თუ არა ეს პატარა ბრიტანელი ხმაურა დაამარცხოს ის, ვინც ახლა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენია ილია ტოპურია. სწორედ ამიტომ შანსი ძალიან დიდია, რომ ტოპურიას შემდეგი ბრძოლა სწორედ პედის წინააღმდეგ დაიგეგმოს. თარიღები იანვარი ან მარტი, 70-80% ალბათობა, რომ ეს ორი ბიჭი შევა ოქტაგონში და UFC-ს ისტორია ახალი გვერდით დაიწერება. ახლა კი ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ფინანსურ მხარეს. ტოპურია ამ ეტაპზე უკვე ვარსკვლავია. მისი ბრენდი ევროპაში აფეთქებულია, ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი ყავს, რეკლამაში მას იწვევენ ისეთ კომპანიები, რომელთაც ადრე მხოლოდ მაკგრეგორზე ან ნურმაგომედოვზე ჰქონდათ თვალი. და ამ ყველაფერს ის აკეთებს თავისი ხასიათით. უშიშარს, პირდაპირს, ზოგან აგრესიულს, მაგრამ გულწრფელს. პედი კი ფინანსური თვალსაზრისით UFC-სთვის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობაა. ის არა მარტო ინგლისურ ბაზარს იზიდავს, არამედ ახალგაზრდა აუდიტორიასაც, TikTok-ის თაობას, რომლებსაც უფრო შოუ აინტერესებს, ვიდრე სპორტის ნიუანსები. ტოპურიას გამარჯვება პედის წინააღმდეგ იქნება არა უბრალოდ ტიტულის დაცვა, არამედ საერთაშორისო აფეთქება, რომელიც ილიას პოპულარობას ახალ დონეზე აიყვანს. მეტიც, ეს ბრძოლა შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ყანიბიანი pay-per-view 2025 წელს. UFC ამაზე ოცნებობს. მათ სჭირდებათ ახალი სახე, ახალი ენერგია. მაკგრეგორი აღარ ბრუნდება, ნურმაგომედოვი უკვე წარსულია და მახაჩევი ტექნიკური გენია არის, მაგრამ შოუს მხარე აკლია და აი აქ შდება ტოპურია, ენერგიული, ემოციური ევროპელი, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ტრიბუნას ააფეთქოს. ახლა კი მოდი სპორტულ ასპექტს დაუბრუნდეთ. რატომ ფიქრობენ ბევრი, რომ ტოპურია მოიგებს ამ ბრძოლას, ისე თითქოს ვარჯიშობს? პედი მიუხედავად მისი გამოკვეთილი გრაპლინგის, ჯერ კიდევ არ აჩვენებს ისეთ სტრაიკინგს, რომ შეძლოს ტოპურიას შეჩერება. ილიას დარტყმები უბრალოდ სხვაბანია, სიზუსტე, ძალა და ის საშინელი ტაიმინგი, როცა მოწინააღმდეგე საერთოდ არ ხვდება საიდან მოვიდა დარტყმა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ. პედი ბუნებრივად უფრო დიდია. ის რეალურად ველტერვეიტის ზომაა. უბრალოდ მსუბუქში იჭერს წონას. ფიზიკურად მას შეუძლია ტოპურიას ზეწოლა გაუწიოს კლინჩში და ილია ზოგჯერ სწორედ ასეთ სიტუაციებში შეიძლება ცოტათი დაიღალოს. ამიტომ აბსოლუტურად გამორიცხული არ არის, რომ პედი გარკვეულ სიუპრის შემოგთავაზოს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები წყნარები, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოცდილება, მენტალიტეტი და ფსიქოლოგიური მტკიცება მთლიანად ტოპურიას მხარესაა. ილია არ არის ის ტიპი, ვინც ბრძოლის დროს პანიკებდა. ის იცინის, მაშინ როცა სხვა უკვე თვალებს ხუჩავს. და მოდი გულწრფელად ვთქვათ. ყველა ჩვენგანი საქართველოში ერთი და იმავე ოცნებას ვიზიარებთ. ვნახოთ, როგორ დაიცავს ილია ტოპურია კამერს, როგორ აფრიალებს საქართველოს დროშას ოქტაგონის ცენტრში და ამბობს: ეს გამარჯვება ჩემი ქვეყნისთვისაა. ახლა კი მოდი გადავიდეთ იმ ნაწილზე, რაც ტოპურიას ნამდვილ საიდუმლო იარაღად აქცევს. ფსიქოლოგია. ილია ტოპურია არ არის მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი მებრძოლი.
ეს ადამიანი გონებითაც ისეთივე მკვეთრია, როგორც მისი მარცხენა დარტყმა. ბევრ მებრძოლს აქვს ტექნიკა, ბევრსაც აქვს ძალა, მაგრამ ილია სხვაა. მასში არის რაღაც შინაგანი ცეცხლი, რაღაც ქართული სიჯიუტე, რომელიც არ აძლევს უფლებას უკან დაიხიოს. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ილიას ბავშვობიდან ჰქონდა ერთი პრინციპი: თუ უკვე შეხვედი ბრძოლაში, უკან დახევა არ შეიძლება. სწორედ ამიტომაც არის ის ეხლა იქ, სადაც არის. მისთვის UFC არ არის მხოლოდ სპორტული კარიერა. ეს არის მისი გზის გაგრძელება, მისი ოჯახის, მისი ქვეყნის და მისი ბავშვობის ოცნების ახდენა. გახსოვთ, როცა მან ქამარი მოიგო. იმ მომენტში არა მარტო ქართველი გულშემატკივრები, არამედ ევროპაშიც ყველანი გრძნობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ს ისტორიაში. ეს უკვე ლეგენდის დასაწყისია. მაგრამ იცით რა არის საინტერესო? ილია ახლა უფრო ფოკუსირებულია ვიდრე ოდესმე. მიუხედავად პოპულარობისა, ინტერვიუებში ის რჩება თამდაბალი, მაგრამ თვალებში ეტყობა, შიგნით რაღაც ცეცხლი აბრიალებს. ბევრმა თქვა, რომ ტოპურიამ თითქოს შეიცვალა ჩემპიონობის შემდეგ. გახდა უფრო სტაბილური, უფრო გააზრებული. ადრე მასში იყო ემოციური აფეთქებები. ახლა კი ჩანს მებრძოლი, ვინც ყველაფერს ზუსტად ითვლის. დრო, სუნთქვა, დარტყმა, ნაბიჯი. ამასთანავე მისი გუნდი სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ხშირად არ ჩანს, მაგრამ უდიდეს როლს თამაშობს. ტოპურიას ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად იციან, როგორ უნდა მართონ ჩემპიონი. მათ არ აძლევენ უფლებას ზედმეტი პიარის სქემ წავიდეს ან ყურადღება დაკარგოს. ილია დღეს უკვე არა მხოლოდ მებრძოლია, არამედ ბრენდია, მაგრამ ეს ბრენდი არ არის გაყალბებული, ის რეალური ადამიანზეა დაფუძნებული. ახლა მოდი დავფიქრდეთ, რა მოხდება, თუ ტოპურია დაამარცხებს პედის, რაც გულწრფელად ძალიან მოსალოდნელია. ეს იქნება სიგნალი მთელ დივიზიას. ილია ტოპურია ახალი დომინატორი მსუბუქწონაში. და შემდეგ უკვე გზები გაიხსნება კიდევ უფრო ხმაურიან ნომებზე. წარმოიდგინეთ, ტოპურია მახაჩევთან სუპერფაიტში. ეს იქნება ოცნება ნებისმიერი UFC ფანისთვის. ორი ევროპის წარმომადგენელი, სხვადასხვა კულტურა, მაგრამ ერთი მიზანი: დაამტკიცონ ვინ არის ნამდვილ ჩემპიონთა ჩემპიონი. სხვათა შორის, UFC-ს შიგნით უკვე ამბობენ, რომ ეს სცენარი რეალურია. მათ უნდათ 2026 წლის დასაწყისში მსუბუქისა და ნახევრად მსუბუქის ჩემპიონებს შორის ბრძოლა. და თუ ტოპურია პედის დაამარცხებს მარტში, ძალიან სასაცმელია წლის დასასრულს ეს ბრძოლა უკვე შედგეს. მაგრამ სანამ იმაზე ვიფიქრებთ, მოდი დაუბრუნდეთ ახლანდელ სიტუაციას. ილიასთვის ახლა მთავარი არის სწორად დაგეგმილი მომზადება. მისთვის არ არსებობს მარტივი ბრძოლა. თუნდაც პედი ბევრს გვეჩვენება სუსტ მეტოქეად, ტოპურია ისე მიდის საქმესთან, თითქოს ყველაზე საშიშ მონსტრთან იბრძვის. ესაა პროფესიონალიზმი. მისი ვარჯიშები მყაცრია, დისციპლინირებული და ემოციურად მძიმეა. ბევრჯერ თავად უთქვამს, რომ მისი მთავარი ბრძოლა ყოველთვის საკუთარ თავთან არის. თუ საკუთარ თავს მოიგებ, ყველა დანარჩენი იოლია ეს ილიას ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა. და მეგობრებო, ხომ ვიცით, რომ ილია მხოლოდ ფიზიკით არ იმარჯვებს. ის იღებს ენერგიას ხალხიდან, თარისის სამშობლოდან, თავისი ხალხის რწმენიდან. ყოველ ბრძოლაში, როცა ის გამოდის, მის თვალებში შეგიძლია ნახოს საქართველოს დროშა, ოჯახი, ძმაკაცები, ჩვენ ყველანი ვართ მასთან. ახლა კი მოდით ცოტა პროგნოზზე ვილაპარაკოთ. თუ ტოპურია დაიცავს ქამარს პედის წინააღმდეგ, შემდეგი ნაბიჯი ალბათ სარუქიანი იქნება და ის იქნება ნამდვილი ომი. ორი ახალგაზრდა, მშიერი მებრძოლი, სხვადასხვა ენერგიით, მაგრამ ერთი მიზნით. ეს ბრძოლა სპორტული თვალსაზრისით ბევრად უფრო ბალანსიანია ვიდრე პედი და სწორედ აქ შეიძლება ვნახოთ ილია თავის საუკეთესო ფორმით. თუმცა არსებობს კიდევ ერთი სიურპრიზიც. UFC-ს ყოველთვის უყვარს უმოლოდნელი ნაბიჯები. თუ ილია ძალიან სწრაფად დაამთავრებს ბრძოლას პედისთან, ორგანიზაცია შეიძლება მას დაბლ ჩემპის შანსი შეათავაზოს. წარმოიდგინეთ, ილია ტოპურია, ვინც უკვე featherweight-ის ჩემპიონია, ახლა ცდილობს დაიპყროს lightweight-ის თახტიც. ეს იქნება ისტორიული მომენტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპის MMA-ისთვის. და ბოლოს ერთი რამ ცხადია, რაც არ უნდა მოხდეს, ტოპურია უკვე იქაა, სადაც ბევრი მხოლოდ ოცნებაც კი შეუძლია. ის ახლა ნამხოლოდ მებრძოლია, არამედ სიმბოლოა. სიმბოლო em ადამიანებისთვის, ვინც შრომით, სიმტკიცით და რწმენით საკუთარი ადგილი მოიპოვა სამხაროში, ილია ტოპურია. ჩვენი ბიჭი, ჩვენი სიამაყე და მგონია. ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც მას წინ ელოდება. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი, როცა ის ომობს, ყველა ქართველი გულით იბჯის მასთან ერთად.